გამარჯობა, მე ვარ დათა ქაჯაია, ვინც მიცნობს, კი იცის რა სფეროშიც მოღვაწეობ. ვინც არა, იმად გეტყვით, რომ მე ვარ პროფესიონალი ავტომობილელი და აქ ეხლა იმიტომ ხედავთ, რომ ვისოლთან ერთად გადავწყვიტეთ, გავაკეთოთ YouTube არხი, სადაც გავტესტავთ ავტომობილების სპორტულ მონაცემებს. ზოგადად მეც ყოველთვის მაინტერესებდა ხოლმე და მაინტერესებს ეხლაც ამა თუ იმ ავტომობილის სპორტული მონაცემები რეალურ დროში, იმიტომ რომ ქარხნის მიერ მოწოდებული ციფრები ხშირ შემთხვევაში დამეთანხმებით, რომ მიუღწევადია ხოლმე ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ამ არხზე ავტომობილი გავტესტოთ სხვადასხვა დისციპლინაში. ეს იქნება აჩქარებები 0-დან 100-მდე, 100-დან 200-მდე, 402 მეტრი, ასევე იქნება რუსთავის დიდი ტრეკის დრო, ანუ lap time და ბოლოს სლალომი. ამდენი სეგმენტი მოგცემს ერთთლიან სურათს მანქანის ძლიერ და სუსტ მხარეებზე და მე ვფიქრობ, რომ საინტერესო უნდა გამოვიდეს. ამ ყველაფერს კი ყოველი ეპიზოდის ბოლოს სპეციალურ დაფაზე დავწერთ, შევინახავთ, სადაც მე გადავხედავთ ხოლმე და გვეცოდინება თანმიმდევრობა, რომელმა მანქანამ რა დრო დააფიქსირა ჩვენს ტრეკზე თუ აჩქარების დროს. ჩვენი პირველი გადაცემის სტუმარი არის ჩემი საკუთარი ავტომობილი Toyota Supra. ეს მანქანა უკვე წელიწადზე მეტია მყავს და კარგად ვიცნობ. ამ მანქანაზე ბევრს არ ვისაუბრებ, იმიტომ რომ თითქმის ყველა მიცის, რომ ეს არის BMW-სა და Toyota-ს ერთობლივი პროექტი, რომელიც გამოვიდა Z4 კუპეს მაგივრად G სერიაში. ჩემი აზრით უფრო BMW-ა ვიდრე Toyota, იმიტომ რომ ძრავი, გადაცემათა კოლოფი, ხიდი, დაკიდების სისტემა, ელექტროობა, სამუხრუჭე სისტემა, ყველაფერი აქვს BMW-ს. უბრალოდ გარედან არის Toyota. რაც შეეხება ამ მანქანის ტექნიკურ მონაცემებს, ეს არის აღჭურვილი 3-დან 0 ტურბირებული ძრავით, რომელიც გამოიმუშავებს 385 ცხენის ძალასა და 500 ნიუტონ-მეტრს. ეს არის B58 ძრავი, ასევე ყველასთვის ცნობილი, რომელმაც სახელი გაითქვა უსაზღვრო ტიუნინგ პოტენციალით. ხალხს ამ ძრავიდან გაუხსნელად ამოღებული აქვს 900 ცხენის ზალა, რომელსაც ხმარობენ ყოველდღიურობაში და ასევე სპორტულ აქტივობებში და პრაქტიკულად უკვდავია ეს ძრავი. ასევე გადაცემათა კოლოფი არის 8 სიჩქარიანი ZF-ის ფირმის, რომელიც თანამედროვე დროში ერთ-ერთი ყველაზე სანდო, სწრაფი და კომფორტული გადაცემათა კოლოფია. ხიდი, როგორც ვახსენეთ, ესეც BMW-ში აქვს ბლოკირებული ელექტრომართვით და ეს ელექტროობა წვეთს ჩვენს მაგივრად სიტუაციის მიხედვით, რამდენი პროცენტით დაგვიბლოკოს ხიდი. რაც შეეხება სამუხრუჭე სისტემას, Brembo სისტემა უყენია Toyota Supra-ს ქარხნულად, წინ 4 გუშიანი 358 მმ-იანი სამუხრუჭე დისკით, უკან 1 გუშიანი 355 სამუხრუჭე დისკით. საბურავები და დისკები მოყვება ქარხნულს 19-იანი, წინ 255 35-ზე ზომით, უკან 275 35-ზე ზომით. ეს იყო ამ მანქანის ქარხნული მონაცემები და ეხლა მე გეტყვით, მეც რა თქმა უნდა B58 არ დავტოვე ქარხნულ მდგომარეობაში და ცოტა გაძლიერებული მაქვს და მოგიყვებით რა მაქვს ამ მანქანაზე გაკეთებული. ესე იგი, რაც შეეხება ძრავს, ელექტრონულად მაქვს გაძლიერებული, ანუ ძრავის ელექტრომართვაში წერია უფრო სპორტული პროგრამა, მაქვს სხვადასხვა მაპები, ეგრეთ წოდებული მაპები, ცხენის ზალის მიხედვით, სტოკის სიმძლავრე, პრემიუმ ბენზინზე, სუპერზე და E50 სპირტზე, ანუ 50% სპირტით შემიძლია ჩავასხა თუ შერჩეულ მაპს ვიხმარ მაგალითად. ანუ ეს არის ცხენის ზალებში რო გითხრათ, დაახლოებით 385-დან 550 ცხენის ზალამდე შემიძლია ავირჩიო ნებისმიერ დროს. გადაცემათა კოლოფიც პროგრამირდება ამ მანქანაზე, ამაშიც მაქვს ჩაწერილი სპორტული პროგრამა, რომლითაც უფრო ხისტად და ჩქარაცვლის გადაცემათა კოლოფის სიჩქარეებს და რა თქმა უნდა ტრეკზე ეს უფრო კარგია. დაკიდების სისტემა, წეგან დამავიწყდა მე თქვა რომ ქარხნულ მდგომარეობაში ამ მანქანას მოყვება ელექტრომართვით დაკიდების სისტემა, რომელსაც აქვს გახისტების და დარბილების ფუნქცია, მაგრამ ჩემი პირადი აზრით ეს არის კარგი ქალაქის რეჟიმში, აქტიური სიარულის ან ტრასაზე, ხოლო ტრეკზე როცა მოკავს მანქანა, ქარხნული დაკიდების სისტემა ამისთვის რბილია და რა თქმა უნდა ესეც შეცვლილი მაქვს. და მიყენია მექანიკური ამორტიზატორები, ანუ მექანიკურად რეგულირებადი ამორტიზატორები თავის ზამბარებით, სპორტული რა თქმა უნდა, ალბათ ვიზუალზეც შეატყობდით, რომ დაბალია მანქანა და ბევრად უფრო ხისტია ვიდრე ქარხნული ამორტიზატორები. გადავიდეთ დისკებზე. დისკებსაც დაინახავდით, ვინც იცნობს BMW-ს მიხვდებოდა, რომ ეს არის M3 E4 G სერიის დისკები, რომელიც არის წინ 19-იან ზომაში, უკან 20-იანი. მე მგონი ჩემი აზრით კარგად ვიზუალში კარგად ჩდება Toyota Supra-სთან ეს დისკები
და დანარჩენი ყველაფერი გამოჩნდება ტრეკზე თვითონ უშუალოდ ტესტის დროს. მოვიდა ჩემთვის საინტერესო დრო, იმედია თქვენს დაგაინტერესებთ. ეხლა გავტესტავთ პირველ დისციპლინას, ანუ პირველ დისციპლინაში მანქანა გაიტესტება აჩქარებაში, ეს იქნება 0-დან 100-მდე, 100-დან 200-მდე და 402 მეტრი. ჩემ Toyota Supra-ს როგორც წეგან ვახსენე, უყენია განსხვავებული დისკები, უკან 20-იანი საბურავები აქვს და ამის გამო ცოტა დაბალი საბურავებია სიმაღლეში, რაც მოგცემს იმას, რომ მანქანა მეც იბუქსავებს აჩქარების დროს და წესით კარგი 0-100 არ უნდა გქონდეს, მაგრამ როგორც ვახსენეთ, ყველაფერი რეალურ პირობებში უნდა გაიტესტოთ და ვნახოთ რა იქნება რეალური შედეგი. აჰა, მოვიდა დრო, რომ გავტესტოთ ახლა ჩვენი აჩქარებები. მაქვს დრაგის აპლიკაცია და დრაგის მოწყობილობა აგერ. გავახურებ საბურავებს, დიდი ხანი იდგა მანქანა და გაციებული იქნება უკანა საბურავები და შესაბამისად ბევრს იბუქსავებს და კიდევ ხო რო არ დამავიწყდეს, ამ მანქანას ქარხნულად უწერია 4 და 1, 0-დან 100-მდე. არ ამგონია ჩვენ ახლა 4 და 1-ში ავაჩქაროთ ეს მანქანა ამ პირობებში, თან ცივა, თან დაბალი საბურავები აქვს, მაგრამ ნახოთ რა რეალური პირობები როგორ იქნება, რეალური დრო რა იქნება და მეც მაინტერესებს და ერთად შევხედოთ. მოდი ახლა წავედი მე გავახურებ ეს ტრექშენი გავთიშო ბოლომდე. ცოტა ვიბუქსავოთ ახლა. ძალიან ცივი იყო. პრაქტიკულად მოჭიდება საერთოდ არ ქონდა საბურავს. კიდე გაირო ცოტა გავახურეთ. აჰა, ეხლა ტრექშენი ნახევრად მაქვს გათიშული, რომ ლანჩ კონტროლი გავააქტიურო და ვნახოთ ასე რა სიზამს. აი, პირველიც დაიყო 4 და 59, 0-დან 100-მდე, 400 მეტრი, 12, 36. ეს დავძარით პირველი სიჩქარით, ტრექშენი ნახევრად გათიშული და ლანჩ კონტროლი გააქტიურდა. მოდი, ეხლა ვცადოთ ისევ პირველი სიჩქარით, ოღონდ ტრექშენს ბოლომდე გავთიშავ და ვნახოთ მე თუ ვაჯობებ მაგალითად ამის ელექტროობას და უფრო კარგად თუ დავძრავ ანუ მე უნდა ვაკონტროლო ბუქსაობა გაზის პედლით. და ვნახოთ რა იქნება. აჰა, ეხლა ტრექშენს ბოლომდე ვთიშავ, პირველ სიჩქარეშია და წავედით, აბა ვნახოთ რა იქნება ასე. ცოტა ნაკლები იბუქსავა. საინტერესოა რა სიზამთრა. შედარებით ნაკლები ვიბუქსავეთ, ვიდრე წინა დაძრაზე. ვფიქრობ, რომ უფრო კაი დრო უნდა იყოს. აი. ზუსტად ეგრეა, 4 და 2, 0-დან 100-მდე, 12.01, 400 მეტრი. ეს თითქმის მიუახლოვდით ახლა ქარხნულ დროს 4 და 1 უწერია ქარხნულს, 4 და 2-ში გამოგვივიდა 0-დან 100-მდე აჩქარება. ზოგადად, როცა გადამულად ტესტავ ხოლმე 100-200 რატომღაც ადგილიდან როძრავ მანქანას უფრო ცუდ დროს აჩვენებს ხოლმე და ცალკე 100-200-იც გავტესტოთ. დრაგი ჩართულია, წავედით, დავიძარი. ვემზადოთ და წავედით. დავჩქარდით. ნახოთ ახლა რა გამოგვივიდა 100-დან 200-მდე 8.9. ან როგორც გითხარით არ არის ახლა ისეთი რაღაცა განსაკუთრებული დრო. იმიტომ რომ დაახლოებით ამ მაპზე მაგ 430-440 ცხენის ზალა. მეტი არა და ამ ცხენის ზალისთვის საკმარისია. ამით ამ დისციპლინას მოვჭით, გავიგეთ ამ მანქანის დროები. ეხლა მოდი გადავიდეთ შემდეგ დისციპლინაზე.
მოკლედ ეხლა კომბინეზონში გამოწყობილს იმიტომ ხედავთ, რომ მოვიდა ტრეკზე გატესტვის დრო, რა თქმა უნდა უსაფრთხოება პირველ რიგში. ეხლა უნდა გავტესტოთ მთავარი ტრეკის დრო. ნელ-ნელა უფრო და უფრო საინტერესოსკენ მივდივართ. უცებ გეტყვით, აქაც ვიხმარ stage or maps, რომელზეც გვაქვს დაახლოებით 430-440 ცხენი ზალა, სამუხრუჭე სისტემაც აყენია სპორტული და საინტერესო იქნება რა დროში გაივლის Toyota Supra. ჩვენ რუსავის ავტოდრომს. ჩემი აზრით, ეს უფრო სპორტული BMW-ია ვიდრე BMW. ნახოთ რა შედეგი გვექნება. მოკლედ, აი მეგობრებო, ვემზადები ახლა ტრეკზე სასიარულოდ. ხა როგორც ვახსენე, დაახლოებით 430-440 ცხენის ზალით ვივლით. ტრეკშენს გავთიშავთ ბოლომდე. ჩაფხუტი აუცილებელია ტრეკზე. მოვემზადოთ და წავიდეთ. ნახოთ რა იქნება ტრეკის დრო. შევაჯამოთ ამ მანქანის შეგრძნებები, კარგად მემორჩილებოდა მანქანა, მოსახლეებში კარგად იდგა, მუხრუჭიც კარგად მუშაობდა, აუცილებელია ყოველთვის დაიმახსოვრეთ ტრეკის მოყვარულები ხართ, ტრეკზე აგრესიულად რო ვივლით, ერთი წრე გააჭილეთ ხოლმე მერე ავტომობილი, რომ ეს ხელი მუხრუჭები გააკლდეს და ცოტა ტემპერატურა დაბლა დაიწევს და შემდეგ გააჩერეთ მანქანა, თორე სულად აისახება ეს სამუხრუჭე სისტემაზე, ახლა ზუსტად მაგას შვები ვაგრილებ მანქანას და მივალ სტარტ-ფინიშ ადგილზე. კიდე სხვა დისციპლინას გვაქვს სასიარულო. ესე იგი, ეს არის დღეისთვის ჩვენი ბოლო დისციპლინა, ბოლო ტესტი. ეს იქნება სლალომი. სლალომი იმიტომ, რომ გავიგებთ მანქანის მანევრირებას დაბალ სიჩქარეზე, რომ საერთო სურათი მოგცეს, იმიტომ რომ ზოგი მანქანა დაბალ სიჩქარეზეა, კარგი ზოგი მანქანა მაღალ სიჩქარეზე და ამით გვეცოდინება ავტომობილების სუსტი და ძლიერი მხარეები. მოკლედ ნახოთ სლალომის დროც. შევაჯამოთ დღევანდელი დღე. როგორც ვახსენე, BMW-ზე უფრო სპორტული BMW-ია მართლაც, ანუ მოსახვეებში უფრო მდგრადია, მაგრამ შეცდომებს ნაკლებად გპატიობს. აი მაგალითად შევადაროთ BMW M2-ს, M3-ს, M4-ს. როდესაც BMW ცურდება,
ანუ მოსახვიდან რომ გამოდიხარ და ცოტა ზანოში მიგდის, მანქანა BMW-ი შეგიძლია რომ ამ ზანოსი თვე გააგრძელო და თან აჩქარდე. მაგრამ Toyota Supra ასეთ შეცდომებს არ გპატიობს, მოჭიდების ზღვარი უფრო მაღალი აქვს, უფრო დიდი სიჩქარით გადის მოსახვევის. მაგრამ თუ მოწყდა, ბევრ დროს გაკარგინებს, ამიტომ Toyota Supra-ც უყავთ, უნდა შეეცადოთ, სუბსათიაროთ და ოდნავაც კი არ მოცურდეს, რომ კარგი დრო დააფიქსიროთ. არ მომეწონა ამ მანქანაში ის რომ ცოტა მსუბუქი აქვს გიდრავლიკა, ანუ ძალიან რბილი საჭი აქვს და თავდაჯერებულობის შეგრძნება გეკარგება. მოკლედ თქვენთვის დრო არ ვითქვავს და დრო იყო წუთი 51 და 25 მიათედი. ამ სიმძლავრით, როგორც ვიარეთ, ძალიან კარგი დროა ამ მანქანისთვის. თორე ისე წინა ინტროში ვახსენე რომ სხვადასხვა მაპები მაქვს და ყველაზე აგრესიული მაპით ამ მანქანით მაქვს წუთი 47 და 3/1000-ში ნასიარულები, მაგრამ როგორც თქვით, აქ რეკორდების მოსახსნელად არ ვართ, აქ უბრალოდ მინდა რეალურ პირობებში ისეთი ტესტი შემოგთავაზოთ, რომ ჩვეულებრივმა ავტომოყვარულმაც შეძლოს ამ დროში თავისი საკუთარი მანქანით გასვლა. მოდი მივაწეროთ ახლა ლაპტაიმი 1 წუთი 51 25 აჩქარებების დრო 0-100 როგორც ვიდეოშიც ვისაუბრეთ, ქართულ მონაცემს აქვს 4 და 1, ჩვენ ავჩქარდით 4.2 წამში, 100-დან 200 გქონდა ესეც გადავამოწმოთ 8.91, 8.91, 402 მეტრი იყო საუკეთესო 12.01 და სლალომის დრო იყო 21.12. სლალომი ყოველთვის იქნება ერთი და იგივე მანძილზე განლაგებული და ყველა მანქანას, რა თქმა უნდა, დროები შევადაროთ ერთმანეთს. მოკლედ, ეს იყო ჩვენი დღევანდელი ტესტ დრაივი, ამით დავასრულეთ. იმედია მოგეწონათ. ვისაც მოგწონთ, გამოიწერეთ ჩვენი არხი, რომ ნახოთ უფრო საინტერესო მანქანები, უფრო საინტერესო ტესტები. ასევე დააკომენტარეთ, რა მანქანას ისურვებთ, რომ გაიტესტოს შემდეგ ვიდეოში და ჩვენ ვეცდებით მოვიზიოთ ის მანქანა და იმ მანქანის სპორტული მონაცემები შემოგთავაზოთ. აბა დროებით და მადლობა.